გოგოებო, ახალი დღიური მაქვს და ძალიან მინდა რომ ჩვენი შემდეგი კვირის გეგმები აი ამ დღიურში ჩავწეროთ. რა სიტყვით? დიანა, შეგვიძლია გეგმები ჩვენ საკუთარ დღიურებში ჩავწეროთ. ხო, ჩვენ დღიურებიც გვაქვს. დიანა, მასკოტს რა სჭირს? მასკოტ, მოწყენილი ხარ? დეპრესიაში ხარ? გაგვიზიარე? ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. მასკოტ. გოგოებო, ახლა არ ვარ ხასიათზე. ხო, იცით, ყური გავიხრიტე, იმიტომ რომ მინდოდა მოდური ყოფილიყავ და ახლა ძალიან მტკივა. მასკოტ, ეს საშინელება. ღმერთო ჩემო, ამას ვერ შევხედავ. ჯანდაბა, მასკოტ, ახლა უნდა ჩახვიდე ექიმთან, მალე. გოგოებო, რას ლაპარაკობთ? პატარა გაკაწრულია უბრალოდ. გოგოებო, რა ნაკაწრი, ნამდვილი ინფექცია იყო. იცით როგორ ძალიან მტკივა? მასკოტ, ინფექცია რომ არ შეიჭრას, უნდა გადააკრა ეს ლენტი. ახლა გავაკეთებთ მაგას. არაფრის დაძაბება არ მჭირდება, უბრალოდ ჩამოვიბან და საკმარისი იქნება. მასკოტ, გვენდე, დიანა ცუდ რჩევას არ მოგცემს. დიანას სამედიცინო განათლება აქვს. მასკოტ, თუ გინდა იარე ასე გადიდებული ყურით მთელ სკოლაში. მაია, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება არ მაქვს, ვიცი როგორ უნდა დავფარო ნაკაწრი. კარგი დიანა, მაგარი ხარ. კარგი, ახლა რა გავაკეთოთ? ჩვენი გეგმები უნდა ჩავწეროთ დიანას დღიურში, თუ უნდა ვივარჯიშოთ? გოგოებო, ამ ბოლო დროს რაღაც გონება გაფანტული გაქვთ. ამიტომ ჩავწეროთ გეგმები ჩემს ახალ დღიურში და შემდეგ დამიჯერეთ ძალიან კარგად იქნებით, არ დაგავიწყდებათ არაფერი. კნოპა, რა გეგმები გაქვს? კბილები უნდა გამოვიხეხო, თმა მოვიწესრიგო, წარბები ამოვიღო და სახე მოვიწესრიგო. ანუ სილამაზის მხრივ. ხო, არ ვიცი. კარგი კნოპა ჩავწერე, მაია, შენი გეგმები რა არის? თავარი არის, რომ მოვიშორო ეს წანაზარდი კანზე რაც მაქვს. რა? წანაზარდი გაქვს? ხო, და სად? მე ვიცი, სადაც არის, გასახდელში დავუნახე მაიას. დიანა, გთხოვ, არაფერი არ თქვა. მაია, რა თქმა უნდა, მეც არაფერს ვიტყვი. კარგი ნასტია, შენ რა გეგმები გაქვს? დიანა, ტატუს მაღაზიაში უნდა მივიდე და დიდი ტატუ უნდა გავიკეთო, აი აქ. გოგოებო, მთელი სკოლა თქვენ გეძებთ, ახლა ჩემპიონატი იმართება. რა უნდა დაიხატო? კალათბურთელებო, ახლა კარგი დრო არ არის, შემდეგი კვირის გეგმებს ვადგენთ. მოიცადე, შეჯიბრი? სკოლის ჩემპიონატია. იანამ, ლეილამ, მასწავლებელმა მაიკმა და პიცამ ერთად მოაწყვეს. და ჟიური ისინი არიან. ხო, ჩვენთვის ამის შესახებ არავის არაფერი არ უთქვამს. სკოლის ჩატში არაფერი არ დაწერეს. ნეტო რას გეგმავენ ეს ვირთხები? გოგოებო, ჩვენ გამოგვაგზავნეს, რომ თქვენთვის გვეთქვა. აბა ხო წამოხოთ, ხო მიიღებთ მონაწილეობას. თორეს ხო მოიგებს. არ გვადარდებს. გოგოებო, როგორ არ გვადარდებს? ეს რას ნიშნავს? ჩვენ ბანი ვართ და უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ყოველთვის ვიმარჯვებთ. არა, მე ჩემი ყურის გამო ახლა ვერ ვივარჯიშებ. მასკოტ, არაფერი არ დაემართება შენს ყურს, არ ჩამოვარდება. კარგი, ბანის გოგოები ყოველთვის იმარჯვებენ. ხო, მაგრამ იქნებ ისეთ შეჯიბრია, რომ ცუდები ვართ. რა მნიშვნელობა აქვს? უნდა გავიმარჯვოთ. წავედით? აბა, მეგობრებო, თითოეული სამეგობროდან ერთი ადამიანი წარსდგება და მონაწილეობას მიიღებს შეჯიბრში. ეს ადამიანი აირჩევს პარტნიორს და ერთად გააკეთებენ უგემრიელეს საჭმელს. ხო, ეს საჭმელი მარტო გემრიელი კი არ უნდა იყოს, წარმოდგენილი უნდა იყოს ლამაზად და ვინც მოიგებს, მიიღებს აი ამას მთელი სამეგობროსთვის. ჩვენს გარეშე რატომ დაიწყო კონკურსი? ჯანდაბა, ახლა ხასიათი გამიფუჭდა. მოდი, ბანი კარგი მოწინააღმდეგეები არიან, უნდა შეეჯიბრო. მიზიზღებიან. აბა გოგოებო, სად იყავით? გეძებდით? იანა, შეჯიბრზე საერთოდ არაფერი ვიცოდით, რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ ერთი ადამიანი უნდა წარსდგეს. კარგი დიანა, შენ მიდი, შენ კაპიტანი ხარ. გოგოებო, დიანა, ჩაიცვი ეს წინსაფარი? კარგი. გავაგრძელოთ, ბანი ცოტა ყურადღება გადაგვატანინა. მინდა გაიცნოთ ჩვენი ჟიური, მასწავლებელი მაიკი. პიცა ის არის ადამიანი, რომელიც შეაფასებს კერძს. ბავშვებო, გთხოვთ, მითხარით რა უნდა ვქნა, ვერაფერს ვერ მოусმინე. ეს შენი პრობლემაა, დიანა. კარგი, ახლა გუნდის წარმომადგენლები ამოიღებენ ფურცლებს და წაიკითხავენ, რას მოამზადებენ. ლორენ, მიდი, შენ კარგი ხარ. ბევრს ჭამ, ამიტომ მიაღწევ წარმატებას. მადლობა. კარგი გოგოებო, ამოიღეთ ფურცელი და წაიკითხეთ, რას მოამზადებთ. მე ვარ პირველი. დიანა. ჩვენ და გარაფის მომზადება არ იცი. ამიტომ ბანი ამას წააგებთ.
ლუზერებს უყვართ მომზადება საჭმელს, ამიტომ ნებისმიერ საჭმელს მოვამზადებ. მოკლედ რამეს მოვიფიქრებ. აბა მონაწილეებო, გამოაცხადეთ, რისი მომზადება გიწევთ. მე ტორტის, მე კაპკეიქების, მე ტოსტის და მე ვაფლების. კარგი გოგოებო, ახლა უფლება გაქვთ ერთი ასისტენტი აირჩიოთ თქვენი გუნდიდან. ხო, აირჩიეთ ასისტენტი და მიიღეთ მონაწილეობა ამ შეჯიბრში. კნოპა, შენ გირჩევ. მე ჟენიას ავირჩევ. მე? იეს, ახლა ვისწავლი როგორ მოვამზადებ. წარმატებები. ამ ბანის გავუმკლავდით. აი შენი წინსაფარი. ბანის აუცილებლად მოვუგებთ. ჯულის ვირჩევ. რა მე? ჯიჯი, მადლობა. ჯული, მიდი, რამე გემრიელი მომოსადო, რო შევჭამოთ. ჯული, აი შენი წინსაფარი. თუ პატარა მოგივიდა, უბრალოდ ჩამოიცვი. ტოსტს ვაკეთებთ. მაგარია. კარგი ვაფლები, გოგოებო, აბა მითხარით, რომელ შეგიძლიათ ამის გაკეთება. მე ძალიან კარგი ვარ, ყოველდღე მაგას ვჭამ, ძალიან მიყვარს. მაგარია. ეს კარგი, მაგრამ მე სად უნდა წავიდე? ნასტია, შეგიძლია აქტაშდე. შენს მუხლებზე? ხო. ვაუ, ძალიან იღბლიანი ხარ, ჩემო მეგობარო. ჯანდაბა კნოპა, პრობლემა გვაქვს. ტორტი უნდა გავაკეთოთ, ძალიან გემრიელი და ლამაზი. ხო, მაგრამ ტორტებიც გემოზე ვერ იქნება. იმედი მაქვს. მოკლედ, ჟენია, ჩვენი კაპკეიქები უნდა იყოს ყველაზე გემრიელი და ლამაზი, იმიტომ რომ ის საღიჭი რეზინი ძალიან მინდა. მეც უნდა გავიმარჯვოთ. მის მინეს ჯიჯი, ბევრი ტოსტი გავაკეთოთ, რომ მერე მოგვიანებითაც ვჭამოთ და თან ბიჭებმაც დაგვაბარეს. ჯული, საკმარისი პური გვაქვს, მოდი გავაკეთოთ. ჯანდაბა, ეს როგორ უნდა გამოვიყენო, არ ვიცი. მოვიცი, მოდი მე გავაკეთებ. კარგი, შენ გააკეთე, მე მოვურევ. გოგოებო, ტორტი თუ არ გამოგივიდათ, ჩვენ დაგეხმარებით. ხო, ჩვენ სადმე ახლოს მაღაზიაში გავიქცევით და გამზადებულ ტორტს ვიყიდით და მაინც თქვენ გაიმარჯვებთ. მეგობრებო, გემრიელი და ლამაზი საჭმელი გააკეთეთ და შემდეგ და თუ თქვენ გემრიელ ტორტებს და საჭმელებს გააკეთებთ, მოაწყობთ გასინჯვას. მასწავლებელო, მეკნახეთ რა ფეთხუმები არიან. ყველას შეხედეთ. ყველას უნდა რომ გაიმარჯოს. საღიჭი რეზინები უნდათ. თუ ვერავინ არ გაიმარჯვებს, მასწავლებელმა იგი მთელი წლის განმავლობაში საღიჭ რეზინას დაგეჭობს. გონია რომ ძალიან ეცდებიან. რა მოხდა? აუ ძალიან მშია, ძალიან მინდა. ხო, მეც ეგრე ვარ, მაგრამ დაწნარდი. მალე დამთავრდება ჩემპიონატი და ტკბილეულის მაგი დაიქნება და კარგად შევჭამთ. მოკლედ კნოპა, ჩვენ გავაკეთოთ ბანის სტილის ტორტი, თეთრი, ფუმფულა, ლამაზი. ხო, დაასხი. ბლონდი, მეტი შოკოლადი გემოს არ გაუფუჭებს. ხო, უნდა ავავსოთ. ჯიჯი, მე ტკბილი ნუტელას ტოსტს ვაკეთებ ჩაიზე. კარგი, მე გავაკეთებ ტოსტს მარწყვის ტოპინგით და კენკრით. ლორენ, რას აკეთებ? უბრალოდ ჭამ. გემრიელია. მერი, ხმას ვის მისცემ. მე მიყვარს როცა კერძი ლამაზია, ამიტომ ყველაზე ლამაზ კერძს მივცემ ხვას. მე მიყვარს როცა გემრიელია. მეგობრებო, გოგოების ტორტს უყურებ და სიმართლე რო გითხრათ, მგონი საშინელება გამოდის. ხო არ წავიდეთ უკვე მაღაზიაში. ხო, რას ველოდებით, გოგოებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. ჯანდაბა, კნოპა, ჩვენი კრემი ნახე. ხო, ძალიან ცუდი კრემი გვაქვს, არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ჟენია, ნეტავ ჩვენი კაპკეიქები გემრიელად გამოიყურება? მე შევჭამდი. აუ რამე მწვანე უნდა გავუკეთოთ, იმიტომ რომ ეს გავუკეთოთ. ჩვენი ფერი ხო მწვანეა. აუ აღარ შემიძლია. მინდა რომ შევჭამო ჩვენი ტოსტი. ჯული, ჩემი სიურპრიზი პირამიდა მოგეწონა? რა სიურპრიზი? აი ეს იხსნება და არის კამფეტი შიგნით. ძალიან მინდა. აღარ შემიძლია, უნდა ვუკვიჩო. დადე თავის ადგილზე, შენ გამოწავაგებთ. აუ არა, უბრალოდ ტკბილი მიყვარს. ფეხბურთელების გაკეთებული ტორტი. არა, ამას არასდროს არ გავსინჯავ. მოდი ჯერ ლორენის ტორტს შეხედეთ და მერე გომეშვევისას. უბრალოდ რაღაც თეთრი წებოვანი ფუნთუშაა. ბიჭებო, არ იჭხუბოთ. ფეხბურთელებს ტორტი კი არა, ნაგავი აქვთ. ჯული, ტოპინგი გაუკეთე. მეგობრებო, ჩვენ საფეხბურთოში გავედით და მალე დავუბრუნდებით. არა, კალათბურთელებო, ეს ცუდი იდეაა. ბაჭიები თქვენს გამო წააგებენ. ვიცით, რასაც ვაკეთებთ. მონაწილეებო, 5 წუთი დაგრჩათ. 5 წუთი დროის დამთავრებამდე, შემდეგ გავსინჯავთ. ჯული, ჯიჯი, მიდით.
ჯანდაბა კნოპა იჩქარე 5 წუთი გვაქვს. არ არის ადვილი მთელი ტორტის დაფარვა შოკოლადით. მიდი. ჯანდაბა ბლონდი უნდა ვიჩქაროთ, დრო აღარ გვაქვს. ხო და იჩქარე. ჯანდაბა ერთსული მაქვს როდის მორჩება და წყალს დავლევ. ხო რა თქმა უნდა ისე შესანსლად კმილეული, არ სანცლა უბრალოდ შევჭამე რანაირად საუბრობ. იცი რა ამ საკვებს რომ ვუყურებ არც ერთი არ გავს სუფთას, ამიტომ მხოლოდ ვიზუალით განვსჯი. არა, მე ყველაფერს გავსინჯავ. გოგოებო, მასწავლებელმა იგიც გასინჯავს. აქ ყველასთვის საკმარისია. კნოპა, აბა რამდენი დრო დაგვრჩა? არა, ძალიან ცოტა. იჩქარე, იმიტომ რომ აქაც უნდა დავფაროთ შოკოლადით. ხო, კარგი. კალთბურთელები სად არიან? წავიდნენ? მასკოტ, ფს. გოგოებო, კარგი ხართ. კალთბურთელები სად არიან? სად წავიდნენ? ტორტისთვის წავიდნენ, თუ არ გამოგივათ, ისინი მოგიტანენ მაღაზიიდან. გოგოებო, აუცილებლად უნდა გაიმარჯვოთ, იმიტომ რომ მინდა ეს საღეჭრეზინი, მთლიანი მანქანა. ხო, ასეთი ადვილი არ არის, გოგოებო. ძალიან რთულია. კარგი, მოამზადეთ თქვენი კერძები, თვლას ვიწყებთ. 10, 9, 8, 7. კარგი გოგოები აუცილებლად გაიმარჯვებენ. უბრალოდ ისე უნდა შევიტანოთ, რომ ვერავინ ვერ დაინახოს. მოდი გავსინჯავ. მეც. მოიცა რა გააკეთეთ? ტორტი გავაფუჭეთ. არა, უბრალოდ ძალიან ცოტა შევჭამეთ. ხო არ დაგავიწყდეთ. მაღაზიაში იმიტომ წავედით, რომ გვინდა და რომ გოგოებს გაიმარჯვოთ. ოჩახ მეგობრებო, მორჩა, ასეთი ტორტი გოგოებს გამარჯვებაში არ დაეხმარება. კარგი, აბა ვინ გამოიტანს თავის კერძს პირველი? მზად ვართ. ჩვენ ყველაზე ჩქარა გავაკეთეთ, ყველაზე გემრიელი და ყველაზე ლამაზი, ამიტომ გასინჯეთ. ღმერთო ჩემო. გასინჯეთ, გემრიელია. მე აი ამას ავიღებ მარტო. კარგი, მე ამას დეკორაციით. მე კიდე ჯემიანს ავიღებ. გადმომაწოდეთ თებში. პრეზენტაცია კარგია, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. ახლა გავსინჯავ. ზედმეტად ტკბილია. ხო, ბევრი შოკოლადი აქვს. იმედი მაქვს გადაყვაპავენ და ჩვენ მოვიგებთ. ბლონდი, რაღაც სახეებს იღებენ. თქვენ უნდა გასინჯოთ ჩვენი ვაფლის ტორტი, ძალიან გემრიელია, უბრალოდ შეხედეთ. რატომ არავის არ უნდა? არავინ გასინჯავს. მოიტანეთ ფეხბურთელებო. მიდით გოგოებო, თქვენკენ ვარ. აი, შეხედეთ. ასე რატომ გამოიყურება რაღაც? ხო, კრემს რა სჭირს, ფაფას გავს. ეს რა არის საერთოდ? რავი, მე შევჭამდი. კრემიანია და ტკბილია. მასწავლებელ მაიკ, ალბათ მშიერ კუჭზე მოხვედით და ამიტომ ყველაფერი გემრიელი ჩანს. გოგოებო, რა არ მოგეწონათ? გოგოებო, თქვენი ტორტი არ არის ლამაზი, კენკრად ჩაძირულია კრემში. კარგად არ გააკეთეთ. რას გულისხმობ? ანუ ჩვენ ვერ მოვიგებთ? მაშინ ჩემთვის წავიღებ. ლორენ, მე დამიტოვებ, მინდა რომ გავსინჯო შენი გაკეთებული. ხო, გემრიელი იქნებოდა. ტორტი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ კარგი ფაფაა. შემდეგი, ვინ გვაჩვენებს თავის კერძს? ჩვენ! ჩვენი ტოსტები შესანიშნავია. ხო, მაგრამ პრეზენტაცია არც ისე კარგია. ძვირფასო ჟიური, სიურპრიზი გელოდებათ ერთ-ერთ ტოსტში, აბა გამოიცანეთ რომელში. ჯიჯი, მგონი არ გამოგვადგება. ვხედავთ კბილი ტოსტები გაქვთ. კარგი, მე მინდა სიურპრიზის გასინჯო. რომელია? მასწავლებელ მაიკ პირამიდის ქვეშ. და პირამიდა რომელია? მასწავლებელ მაიკ, აი საზიზღრულად გამოიყურება პირამიდაც და სიურპრიზიც. მადლობა ჟიური. გოგოებო, არ გაბრაზდეთ, ჩვენ მაინც გვიყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი მზარეულები ხართ. ხო, ჯიჯი და ჯული გვიყვარს. ჯანდაბა, შოკში ვარ, რა მკაცრები არიან, საერთოდ არაფერი მოსწონთ, მაგრამ ჩვენი ტორტი მოეწონებათ. გოგოებო, არ ნერვიულოთ, თუ ჟიურის არ მოეწონა თქვენი ტორტი, კალთბურთელები სხვა ტორტს მოიტანენ მაღაზიიდან. ხო, თან კარგს არჩევდნენ, ყველაზე ლამაზს. ეს ყური ძალიან მტკივა. ბანი, შემდეგი ხართ. წარმატებები ჩვენ. გოგოებო, მიდით. ჩვენ ტორტს ქვია ფუმფულა ბანი, აბა სცადეთ. გოგოებო, მე ფუმფულას აქ ვერაფერს ვხედავ, სად არის ფუმფულა ბანი? ხო, ეს ჩვეულებრივი ტორტია, ნუტელათი და კრემით. აუ, ფუმფულა ელემენტი გჭირდება. მასკოტ, შენი კუდი. სერიოზულად, ჩემი თავიც ხო არ გინდათ? შეეშვით ჩემ კუდს, ისედაც ყური მტკივა. ძვირფასო ჟიური, სამწუხაროდ არ იქნება ფუმფულა ელემენტი. ხო, მასკოტს ყურის ტკივა და
მაშინ ბოდიში გოგოებო, მაგრამ ჩვენ ხმას არ დაელოდოთ, არ მოგვეწონა თქვენი ტორტი. მეგობრებო, ჯერ არაფერი გეწინოთ. ხო იცით, გამარჯვებული ხმის მიცემით გამოვლინდება. ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის გაიმარჯვებს. სადარიან კალთბურთელები. ჩვენ მოგვეცით ხმა? არა, ჩვენ მოგვეცით. სიურპრიზი გქონდა. ჩვენი ვაფლები მაგარი იყო. ვაფლის ნამცხვარი. მოიცა თქვენი ტორტი სად არის? რა არ იყიდეთ? მაღაზიაში არ იყო. გოგოებო, ძალიან მწუხართ. კალთბურთელებო, პრობლემა გვაქვს. ჟიურის არაფერი არ მოსწონს, არც ჩვენი ტორტი. კალთბურთელებო, ხმა უნდა მოგცეთ 4 ხმა პლუს 2 ბანი პლუს მასკოტი და ეგ უკვე 7-ია. იმედია კიდე სხვაებიც მოგცეს ხმას. კარგი მეგობრებო, ხმის მიცემა იწყება. ჩვენ ხმას ტოსტებს ვაძლევთ. ჩვენი ხმა ბაჭიებს. ჩვენ ბაყაყებს ვაძლევთ ხმას. მე ხმას ვაფლის ნამცხვარს მე ვაძლევ. ბაყაყებს ვაძლევ ხმას. ხო, მეც გომბეშვებს. ბაყაყები, ბანი. ბაჭიები. ხმერთო ჩემო, გამიმარჯვეთ. ჯანდაბა წავაგეთ. პირველად ცხოვრებაში, არა მესამე და უკვე ორჯერ წავაგეთ აქამდე. ბაყაყებო, პრიზი თქვენია, მასწავლებელო მაიკ. გილოცავთ ბაყაყებო. აღწევთ. გილოცავთ ბაყაყებო. რაიყოთ ბანი დაგამარცხეთ? ძალიან კარგი შეგრძნება. ხო, ბაყაყებო, ძალიან გვიხარია თქვენ გამო. ხო, ერთხელ მაინც უნდა გაგიმართლოთ ცხოვრებაში. ეს უსამართლობაა. გოგოებო, საუკეთესოები ხართ. ხო, თქვენი ტორტი ულამაზესი იყო, ახლავე შევჭამთ. ჩვენ არ მინდა. ბავშვებო, რას ფიქრობთ, ვისკეც უნდა გაემარჯვა? ძალიან ცუდია, რომ არ შეგიძლიათ გასინჯოთ, მაგრამ ვიზუალით შეაფასეთ. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი, დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად! გოგოებმა ეს ჩემპიონატი ვერ მოიგეს, მაგრამ შაქარ ყინულებს ჩვენ მოიგებთ. მოიცა რა შაქარ ყინულებს. რავი, მე შაქარ ყინულები მომწონს.